ჭახალიანის გათავისუფლების დეტალებით გურამ როგავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ცეზარ ჩოჩელი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება და ბრალის ოფიციალურად აღანებას ელოდება მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობდა შპს New Energy საქმიანობაში. თამარ ბუბაშვილი დეტალებით. ინვენტარი, რომელიც ცეზარ ჩოჩელმა მეუღლის კუთვნილი სახლის ეზოში დაამონტაჟა, კომპანია New Energy-ს ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად შეუკვეთა. გამოძიების ინფორმაციით 2010 წელს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა New Energy-ს 62,000 ლარამდე ღირებულების ინვენტარი ჩამოატანინა. იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ უკანონოდ ღებულობდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. დამატებითი ინფორმაცია იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება შემდეგ ეტაპზე გადავა, ფინანსის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ღიად მუშაობს და ავრცელებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიცაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თulis მიზანშეწონილად და საჭიროდ. ცეზარ ჩოჩელის სახლში ჩხრეკა პროკურატურამ გუშინ ჩაატარა. უწყების ინფორმაციით ეზოში დამონტაჟებული ინვენტარი მტკიცებულებების სახით დაფიქსირდა. New Energy-ს ჰქონდა უკანონო შეღავათები, მათ შორის არ მოწმდებოდა საგადასახადო ორგანოების მიერ, ჰქონდა ბიუჯეტის მიმართ გარკვეული დავალიანება. New Energy ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ფირმა აღმოჩნდა. იმის გამო, რომ კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა, ნარმანიას უწყებამ პროკურატურას მიმართა. ამ ეტაპზე New Energy-ს წინააღმდეგ ბრალი ერთ ეპიზოდზეა წარდგენილი. საქმე 2008 წელს New Energy-სა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დადებულ ხელშეკრულებას ეხება. New Energy-ს 70%-იანი წილის მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა. სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კაპანაძე ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია. თვეებია გაჩერებული ეს კომპანია და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჩავარდნა მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება, არჩევნებამდეც რიგ პროექტებში იყო დროში ჩამორჩენა. ყოფილი გუბერნატორის დაკავებას მცხეთაში ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ. ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა წეროვანშიც. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ხელმოწერები შეაგროვეს და შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. ეს დინამი დაუშვებელი არ შეიძლება ხალხო, ეს არის სიცრუე და ტყუილი და როდემდე ბოლოს და ბოლოს ხო თუ ესეთ პატრიოტებს ციხეში ჩასავ მე რაღა გვეშველება. ესეთ მოპირკეთებას გადახურვას სივრცის დამატებას ბევრი სახლი ვერ გაუძლებდა, ინდივიდუალური სახლები რაც აქ ედგა, თქვენ შეგიძლიათ არქივიდან ამოიღოთ და შეადაროთ რა საქმე გააკეთა მარტო მცხეთაში. და ეს არის ნაწილი მარტო იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც მიმდინარეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ მოწმის სტატუსით დაიბარეს და დაკითხვის შემდეგ დააკავეს.